ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ წარმოებული საბრძოლო მოქმედებები ბოლო მონაცემებით 37 მილიარდ 500 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა, რაც მაისის მაჩვენებელს 8 მილიარდით აღემატება. ეს ინფორმაცია შტატების ომის მდივანმა პიტ ჰექსეტმა კონგრესს მიაწოდა მორიგი მოსმენის ფარგლებში, სადაც პოლიტიკური ოპონენტებისგან არაერთი კრიტიკული გზავნილისა და საპროტესტო შეძახილის მოსმენა მოუწია. Suspend until order is restored in the hearing room. We will begin the მაღალჩინოსნის თქმით, თავდაცვის უწყების გადაუდებელი საჭიროებების დასაფარად აუცილებელი არის 87 მილიარდის გამოყოფა, სადაც 67 ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ოპერაციისთვის იქნება მიმართული. 37.5 billion. როგორც ჩანს, ომის ფინანსური ღირებულება ამერიკისთვის საბოლოო არაა. რადგან კონფლიქტში ჩაბმულ მხარეებს შორის ურთიერთიერთობები გრძელდება, რაც კიდევ უფრო მეტად აქცევს შიგნში პოტენციალურ დიპლომატიურ პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ შტატები მზაობას აცხადებენ მოლაპარაკებებისთვის, ყურადსაღებია დონალდ ტრამპის დაპირება შურისძიებასთან დაკავშირებით მოკლული ამერიკელი ჯარისკაცების გამო. საჰაერო დარტყმების მორიგი ღამის ფარგლებში ცენტრალური სარდლობის ძალები იუწყებიან ირანულ სამხედრო სამეთაურო და ოპერატიულ ცენტრებზე, საზღვაო ობიექტებზე, თვითმფრინავების ანგარებზე, უპილოტო საფრენი აპარატების საცავებსა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე. დარტყმების შესახებ რისი მიზანიც არის მოწინააღმდეგის სამხედრო შესაძლებლობების მინიმუმამდე დაყვანა. თავის მხრივ ირანმა განაგრძო შტატების მოკავშირეების წინააღმდეგ იერიშები, როგორც ბაჰრეინის, იორდანიისა და ქუვეითის, სადაც სამიზნეში მოაქცია ამერიკული სამხედრო ბაზები, ასევე ვაშინგტონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მსგავსად გაძლიერებული დარტყმები და როგორც სამხედრო, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით გაზრდილი დანაკარგები, როგორც ჩანს, უკმაყოფილებას იწვევს ამერიკელებს შორის. უკმაყოფილება გამოიწვია ამ თემასთან დაკავშირებულმა შეკითხვამ დონალდ ტრამპისთვისაც, რომლის თქმითაც ამჟამად ვაშინგტონს არ აქვს ირანულ დელეგაციასთან არანაირი შეხვედრის სურვილი. ბატონო პრეზიდენტო, არ არსებობს არანაირი ნიშნები იმისა, რომ ირანი მზადაა შეაჩეროს ბრძოლა. რა გეგმა გაქვთ? არის თუ არა გეგმა უბრალოდ განაგრძოთ დაბომბვა, ვიდრე არ დანებდებიან? საიდან იცით, რომ არანაირი ნიშანი არ არის? რატომ იცით რაღაც, რაც მე არ ვიცი? ისინი განაგრძობენ ჩვენს მოკავშირეებზე თავდასხმებს და კლავენ ამერიკელებს. არ იცით კულისებს მიღმა რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს? მათ სასოწარკვეთილად სურთ შეხვედრა, რათა როგორმე დაასრულონ ეს ყველაფერი, რადგან გამანადგურებელ მარცხს განიცდიან. ამას ვერ გაიგებთ, როცა თქვენს ყალბს საინფორმაციო არხს უსმენთ. საერთოდ არაფერი იცით. მე შევკითხარით. მათ ძალიან სურთ შეხვედრა და ვიდრე არ იქნებიან მზად, რომ შეხვედრა ნამდვილად შედეგიანი იყოს, ჩვენ მათთან შეხვედრის ინტერესი არ გაგვაჩნია. მანამდე თეირანმა განაცხადა, რომ საკუთარი ტერიტორიის დაბომბვასაც დაიწყებს, თუმცა მაინც არ მისცემს საშუალებას ამერიკულ ძალებს მოახდინონ ირანის ოკუპაცია. მოვლენათა ამგვარი განვითარებით შეშფოთებულია პაკისტანის პრემიერ-მინისტრი. ფაქტობრივად ანულირებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერი და მთავარი შუამავალი ამერიკა-ირანს შორის.